მესტიაში სვანეთობა აღენიშნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე გაიმართა სვანური კულინარიის მასტერკლასი და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. სვანეთობაზე გამოავლინეს მესტიის საპატიო მოქალაქეს. სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და მესტიის მერმა აღნიშნული წოდება ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს ლუხუმ ჩხვიმიანს გადასცეს. სვანეთობის ფარგლებში სტარტი აიღო მესტიის საერთაშორისო მთის ფილმების ფესტივალმაც, რომელიც 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სრულიად სვანეთს ულოცავს სვანეთობას. ეს დღე ნამდვილად არის ამ უნიკალური ბუნების, ისტორიის, ტრადიციის, კულტურის, სვანეთის სამზარეულოს დღესასწაული. ეს დღე უკვე იქცა ტრადიცია და მე მინდა წარმატებები უსურო ამ ულამაზეს კუთხეს, სვან ხალხს და სრულიად საქართველოს. სვანეთობა ეს უკვე მე-11 წელია რა სტარდება. ტარდება იმისათვის, რომ აღდგეს ის ძველი ტრადიციები, ძველი სამზარეულო, ძველი ფოლკლორი, ყველაფერი რათა შევინარჩუნოთ და ჩვენ გადავარჩინოთ ეს ყველაფერი, რომ მომავალში ჩვენ დავუტოვოთ ჩვენ ქვეყანას პირველ რიგში და იმ ადამიანებს, რომლებიც აესოდენ მოხარულები არიან დღეს აგერო ხედავთ, უყურეთ ამდენი ვიზიტორი, რამდენი უცხოელი ამოსული და უყურებენ ქართულ ზღვარფასპიზლობას, ქართულ სამზარეულოს, ქართულ ფოლკლორს. არც ერთი ქვეყნის, არც ერთი ქალაქის საპატიო მოქალაქეობა არ გამიხარდებოდა ისე, როგორც გამიხარდა ჩემი სვანეთის, იმიტომ რომ ეს სვანი ვარ ჩემი სისხლით, ხორცით, არწებით და ვამაყობ იმითი რომ სვანი ვარ. და ეხა კიდევ უფრო მეტად ვამაყობ რომ სვანეთის საპატიო მოქალაქე ვარ და მადლობა ამ ყველაფრისთვის.